თქვენ გსმენიათ, რომ ქალებს არ შეეძლოთ აღთქმის კიდობანთან შეხება. წაგიკითხავთ პოსტები სოციალურ ქსელებში, გინახავთ მგზნებარე ვიდეოები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბიბლია ახდენდა ქალთა დისკრიმინაციას, რადგან უკრძალავდა მათ ისრაელის ყველაზე წმინდა საგანთან მიახლოებას. ის, რაც სავარაუდოდ არასოდეს გსმენიათ, არის შემდეგი: პრაქტიკულად არც ერთ მამაკაცს არ შეეძლო ეს. ისრაელის მამრობითი სქესის მოსახლეობის 99.9% ასევე აკრძალვის ქვეშ იყო. და როდესაც ერთმა მამაკაცმა ხელი გაიწოდა ამ ოქროთი დაფარული საგნის შესახებად, ის იმავე წამს მკვდარი დაეცა. სიმართლე, რომელსაც ბევრი მალავს, არ ეხება გენდერს. ის ეხება რაღაც ბევრად უფრო ღრმას, რასაც თანამედროვე ინტერპრეტაციების უმეტესობა უბრალოდ უგულებელყოფს. სანამ ვიდეოს გააგრძელებდეთ, გსურთ გააძლიეროთ თქვენი ლოცვითი ცხოვრება და დაეხმაროთ ჩვენს არხს ზრდაში. მოვამზადე მასალა 50-ზე მეტი სპეციალური ლოცვით თქვენს საწინამძღვროდ. დააჭირეთ ბმულს აღწერაში და დაეხმარეთ ჩვენს პროექტს ქრისტეს სიტყვის გავრცელებაში. ქრისტეს ბეთლემში შობამდე 1446 წლით ადრე, სინას უდაბნოში რაღაც არაჩვეულებრივი ხდებოდა. მოსე მთიდან ჩამოდიოდა დეტალური ინსტრუქციებით იმ საგნის ასაგებად, რომელიც შეცვლიდა კაცობრიობის სულიერ ისტორიას. ეს არ იყო კერპი, რომელთაც ეგვიპტელები სცემდნენ თაყვანს. ეს არ იყო ოქროს ქანდაკება, როგორც ის ხპოვ, რომელიც ხალხმა სულ რამდენიმე კვირის წინ დაამზადა. ეს იყო აკაციის ხის ხუთი, შიგნიდან და გარედან სუფთა ოქროთი დაფარული, რომლის სიგრძე დაახლოებით 1 მეტრი და 10 სანტიმეტრი იყო, ხოლო სიგანე და სიმაღლე 66 სანტიმეტრი. მასზე 2 მასიური ოქროს ქერუბიმი შლიდა ფრთებს, რაც ქმნიდა ერთგვარ უხილავ ტახტს. იქ, ფრთებს შორის არსებულ სივრცეში, ღმერთი დაჰპირდა თავისი მყოფობის გამოვლენას ისეთი ფორმით, როგორიც ისრაელს მანამდე არასოდეს გამოეცადა. დაფიქრდით ამ ინსტრუქციების წონაზე. თითოეული დეტალი თავად შემოქმედის მიერ იყო განსაზღვრული. ხე უნდა ყოფილიყო აკაცია, ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან გამძლე სახეობათაგანი, რომელიც უდაბნოში ცოცხლობდა. ოქროს მთლიანად უნდა დაეფარა კონსტრუქცია, შიგნიდან და გარედან, ყოველგვარი დაუფარავი ადგილის გარეშე. კუთხეებში 4 ოქროს რგოლი უნდა დამაგრებულიყო, 2 თითოეულ მხარეს, რათა მათში ასევე ოქროთი დაფარული ძელები გაეყარათ. ეს ძელები არასოდეს უნდა ამოეღოთ. არასოდეს. მიზეზი იყო მარტივი და ამავდროულად თავზარდამცემი, კიდობანს შიშველი ხელებით არავინ უნდა შეხებოდა. ძელები არსებობდა იმისთვის, რომ საგნის ტრანსპორტირება წმინდა ზედაპირთან პირდაპირი კონტაქტის გარეშე ყოფილიყო შესაძლებელი. ამ ყუთში 3 ნივთი უნდა მოთავსებულიყო, 2 ქვის ფილა 10 მცნებით, რომლებიც თავად ღვთის თითით იყო დაწერილი, ოქროს ჩურჭელი მანანას ნაწილით და აარონის კვერთხი, რომელიც სასწაულებრივად აყვავდა. 3 საგანი, რომლებიც წარმოადგენდნენ რჯულს, მზრუნველობას და ღვთის მიერ დელეგირებულ ხელისუფლებას. შემოქმედსა და მის რჩეულ ხალხს შორის დადებული აღთქმის 3 მოწმობა. კიდობნის თავსახური, რომელსაც ეწოდებოდა სალხინებელი ან ებრაულად ქაპორათ, არ იყო მხოლოდ დეკორატიული საფარი. ეს იყო ადგილი, სადაც წელიწადში ერთხელ მღვდელმთავარი ასხურებდა მსხვერპლშეწირული ცხოველის სისხლს მთელი ერის წოდების გამოსასყიდად. ახლა დაფიქრდით იმ სისტემის სირთულეზე, რომელიც ამ საგნის გარშემო ჩამოყალიბდა. ისრაელს 12 ტომი ჰყავდა. იაკობის ვაჟებისგან შთამომავალი 12 დიდი კლანი: რუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, დანი, ნაფთალი, გადი, აშერი, ისაქარი, ზაბულონი, იოსები და ბენიამინი. სულ დაახლოებით 600,000 ოჯახი, ზოგიერთი შეფასებით, როდესაც მხოლოდ ეგვიპტიდან გამოსულ ზრდასრულ მამაკაცებს ითვლიდნენ. დაუმატეთ ქალები, ბავშვები და მოხუცები და მოსახლეობა 2-3 მილიონ ადამიანს აღწევდა. ამ უზარმაზარი რიცხვიდან, რამდენს ჰქონდა კიდობანთან მიახლოების ნებართვაც კი? პასუხი გააკვირვებს მათ, ვინც ფიქრობს, რომ შეზღუდვა ქალებს ეხებოდა. 12 ტომიდან მხოლოდ ერთი იყო გამოყოფილი რელიგიური სამსახურისთვის, ლევის ტომი. ეს უკვე გამორიცხავს მამრობითი სქესის მოსახლეობის 12-დან 11 ნაწილს. რუბენის მამაკაცებს არ შეეძლოთ კიდობანთან შეხება. იუდას მამაკაცებს არ შეეძლოთ. ბენიამინის მეომრებს არ შეეძლოთ. ზაბულონის მეთევზეებს არ შეეძლოთ. ისაქარის ვაჭრებს არ შეეძლოთ. არც ერთ მათგანს. მამაკაცობა ავტომატურად არ ანიჭებდა არანაირ უფლებას ისრაელის ყველაზე წმინდა საგანთან წვდომაზე. მასკულინობა თავისთავად არ აღებდა კარვის არც ერთ კარს. მაგრამ ლევის ტომის შიგნითაც კი შეზღუდვები გრძელდებოდა. ლევის 3 ვაჟი ჰყავდა: გერსონი, კეჰათი და მერარი. თითოეულმა ამ ვაჟმა საფუძველი ჩაუყარა კლანს სპეციფიკური პასუხისმგებლობებით.
გერსონელები ზრუნავდნენ კარვის ფარდებზე, გადასაფარებლებსა და გარე ეზოზე. მერარელებს გადაჰქონდათ ფიზიკური კონსტრუქცია, ფიცრები, ძელები, სვეტები და საყრდენები. მხოლოდ კეჰათელებს ჰქონდათ წმინდა ავეჯის, მათ შორის კიდობნის, ტრანსპორტირების პასუხისმგებლობა. ლევიანთა 2/3 ავტომატურად გამორიცხული იყო ისრაელის ყველაზე წმინდა საგანთან ყოველგვარი კონტაქტისგან. და ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია დათვლა. კეჰათის კლანში რამდენიმე ოჯახი იყო: ამრამელები, იცჰარელები, ხებრონელები, უზიელელები. მაგრამ კეჰათელებს შორისაც კი არსებობდა გადამწყვეტი განსხვავება. რიცხვთა წიგნის 4 თავი სრულიად ნათლად ამბობს, რომ კეჰათელებს შეეძლოთ წმინდა ავეჯის ტარება, მაგრამ მათ არ შეეძლოთ მასთან პირდაპირი შეხება. მე-15 მუხლი, ოღონდ წმიდას ნუ შეეხებიან, თორემ დაიხოცებიან. მათ კიდობანი ძელებით გადაჰქონდათ, ისე რომ თავად საგნებს არასოდეს ეხებოდნენ. და სანამ ისინი ძელებს აიღებდნენ, მანამდე სხვა ოჯახს უნდა ემოქმედა. მხოლოდ მღვდელმთავარ აარონის პირდაპირ შთამომავლებს ჰქონდათ წმინდა საგნებთან შეხებისა და ტრანსპორტირებამდე მათი დაფარვის ნებართვა. აარონი იყო ამრამის ძე, რომელიც იყო კეჰათის ძე, რომელიც იყო ლევის ძე. ერთი ერთადერთი საგვარეულო ხაზი ერთი კლანის შიგნით, ერთი ტომის შიგნით, ერთი ხალხის შიგნით. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ ვის შეეძლო რეალურად აღთქმის კიდობანთან შეხება, ვსაუბრობთ ალბათ ერთ დუჟინ მამაკაცზე ნებისმიერ თაობაში. ერთი დუჟინი მილიონებს შორის. დააკვირდით, რას ნიშნავს ეს. თუ თქვენ იყავით ისრაელი მამაკაცი, დაბადებული იუდას ტომში, თქვენ ისევე გეკრძალებოდათ კიდობანთან შეხება, როგორც ნებისმიერ ქალს. თუ თქვენ იყავით ბენიამინის მამაცი მეომარი, რომელიც ღვთის სახელით იბრძოდა ბრძოლებში, თქვენ ისევე გეკრძალებოდათ ეს, როგორც ნებისმიერ 10 წლის გოგონას. თუ თქვენ იყავით თავად ისრაელის მეფე, წინასწარმეტყველის მიერ ცხებული, ღვთის მიერ არჩეული, თქვენ მაინც არ შეგეძლოთ კიდობანთან შეხება. დავითს, ღვთის გულისხმიერ კაცს, არ შეეძლო. სოლომონს, მეფეთა შორის უბრძნეს, არ შეეძლო. შეზღუდვა არასოდეს ყოფილა გენდერზე. ის იყო ფუნქციაზე. და აქ მივდივართ ისტორიამდე, რომელიც საბოლოოდ ამტკიცებს ამ მოსაზრებას. მეორე მეფეთა მე-6 თავი. მეფე დავითი გადაწყვეტს აღთქმის კიდობნის იერუსალიმში გადატანას. კიდობანმა 20 წელი დაჰყო ვინმე აბინადაბის სახლში, კირიათ იეარიმში, პრაქტიკულად მივიწყებულმა საულის ტურბულენტური მეფობის დროს. დავითს, რომელიც ახლა უკვე განმტკიცებულია როგორც მეფე, სურს აღადგინოს ღვთის თაყვანისცემის ცენტრალურობა. სურს, რომ ღვთაებრივი მყოფობა მის დედაქალაქში დამკვიდრდეს. განზრახვა კეთილშობილურია. შესრულება კი კატასტროფული იქნება. დავითი კრებს ისრაელის 30,000 რჩეულ მამაკაც პროცესიისთვის. კიდობანს დგამს ახალ ურემზე, რომელშიც ხარებია შებმული. ამჩნევთ ირონიას. ურემი. ფილისტიმელებმა, როდესაც კიდობანი ჩაიგდეს ხელთ და შემდეგ დააბრუნეს, გამოიყენეს ძროხებშებმული ურემი. დავითი გაუცნობიერებლად ბაძავს წარმართულ მეთოდს ნაცვლად იმისა, რომ მიჰყვეს ინსტრუქციებს, რომლებიც ღმერთმა მოსეს მისცა. რჯული ადგენდა, რომ კიდობანი ლევიანებს მხრებით უნდა ეტარებინათ ძელების გამოყენებით. არა ურმებით. არა ხარებით. განწმენდილი მამაკაცების მხრებით. პროცესია მიიწევს წინ მუსიკით, ცეკვითა და ზეიმით. ქნარები, ნაბლები, დაფები, წინწილები. მთელი ისრაელი ხარობს უფლის წინაშე. აბინადაბის 2 ვაჟი, უზა და ახიო, მიუძღვიან ურემს. მიდიან ნახონის კალომდე. ხარები ფეხს წამოჰკრავენ. ურემი საშიშროდ ირყევა. კიდობანი გადახრას იწყებს. და მაშინ ეს ხდება. უზა ხელს იწვდის. ეხება კიდობანს. ხისიერად მკვდარი ეცემა. აბსოლუტური სიჩუმე. მუსიკა წყდება. ცეკვა ჩერდება. 3 მილიონი ადამიანი შიშისგან პარალიზებულია. თავად მეფე დავითი ერთდროულად განრისხებულიცაა და შეძრწუნებულიც. ტექსტი ამბობს, რომ ის შეწუხდა, მაგრამ ასევე შეეშინდა. იმ ადგილს უწოდებს ფერეც უზას, რაც ნიშნავს უზას წინააღმდეგ გარღვევას. ნიშანი რუკაზე, რათა ყველას შეახსენოს, რა ხდება, როდესაც ღვთაებრივი ინსტრუქციები უგულებელყოფილია. დაფიქრდით, რას გვიმჟღავნებს ეს ისტორია. უზა მამაკაცი იყო. უზა სავარაუდოდ ლევიანი იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ მამამისი კიდობანს 2 წლეულის განმავლობაში იცავდა. უზას კეთილი განზრახვა ჰქონდა, ცდილობდა არ დაეშვა წმინდა საგნის მიწაზე დაცემა. და მაინც უზა მოკვდა. მამაკაცობა მის ვერ დაიცვა.
კეთილმა განზრახვამ ის ვერ დაიცვა. კიდობანთან წლების განმავლობაში სიახლოვემ ის ვერ დაიცვა. ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა ჰქონდა, იყო ის, ჰქონდა თუ არა მას ღვთაებრივი ნებართვა ამ კონტაქტისთვის. და მას ეს არ ჰქონდა. დავითი გაკვეთილს ყველაზე მტკივნეული გზით სწავლობს. კიდობანი 3 თვე რჩება ობედ-ედომ გეთელის სახლში, სანამ მეფე მომხდარს აანალიზებს. ამ 3 თვის განმავლობაში ობედ-ედომი და მთელი მისი ოჯახი უხვად იკურთხება. ღვთისმყოფობას, როდესაც მას მოწიწებით ეპყრობიან, კეთილდღეობა მოაქვს. როდესაც დავითი საბოლოოდ გადაწყვეტს კიდობნის კვლავ წამოღებას, ის სხვანაირად იქცევა. პირველი ნეშტთა მე-15 თავი აღნუსხავს მის განცხადებას, არავინ უნდა ატაროს ღვთის კიდობანი, გარდა ლევიანებისა, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა ღვთის კიდობნის სატარებლად და მის სამსახურად უკუნისამდე. ამჯერად 750 ლევიანი იწმინდება. მღვდლები და ლევიანები განიწმინდებიან. კიდობანი მხრებით გადააქვთ ძელების გამოყენებით, ზუსტად ისე, როგორც მოსემ ბრძანა საუკუნეების წინ. ყოველ 6 ნაბიჯზე სწირავენ მოზვერსა და ვერცხს. დავითი მთელი ძალით როკავს უფლის წინაშე, მხოლოდ სელის ეფოდით შემოსილი. პროცესია იერუსალიმში შედის კიჟინით, სიხარულის ღაღადითა და საყვირების ხმით. ამჯერად არავინ კვდება. განსხვავებას ორ პროცესიას შორის არანაირი კავშირი არ ჰქონდა გენდერთან. პირველი მოიცავდა მხოლოდ მამაკაცებს და სიკვდილით დასრულდა. მეორეც მოიცავდა მხოლოდ მამაკაცებს და კურთხევით დასრულდა. ცვლადი იყო არა ის, თუ ვინ ესწრებოდა, არამედ ის, თუ როგორ ეპყრობოდნენ წმინდა საგანს. ღვთაებრივი ინსტრუქციები პირველად უგულებელყვეს, მეორედ კი დაემორჩილნენ. მაგრამ მაშინ ჩნდება გარდაუვალი კითხვა, რატომ იყო მღვდლობა მხოლოდ მამაკაცებისთვის შეზღუდული? რატომ არ ჩართო ღმერთმა ქალები მღვდლებს შორის? ეს კითხვა იმსახურებს პატიოსან და ყურადღებიან პასუხს და არა თეოლოგიურ თავისარიდებას. შეაფასეთ კონტექსტი. ძველი ახლო აღმოსავლეთის სამყარო, რომელშიც ისრაელი ცხოვრობდა, კარგად იცნობდა ქალღვთისმსახურებს. ბაბილონს ჰყავდა ქალღვთისმსახურები თავის ტაძრებში. ეგვიპტეს ჰყავდა. ფინიკიას ჰყავდა. მესოპოტამიას ჰყავდა. და პრაქტიკულად ყველა ამ შემთხვევაში ქალღვთისმსახურები ჩართულნი იყვნენ პრაქტიკაში, რომელიც მოიცავდა რიტუალურ პროსტიტუციას, ნაყოფიერების კულტებსა და წმინდა სექსის რიტუალებს. წარმართული ტაძრები ხშირად იყო რელიგიად შენიღბული სექსუალური ექსპლუატაციის ცენტრები. მეორე რჯულის 23 თავი პირდაპირ უკრძალავს ისრაელს ტაძრის მეძავების ყოლას, რაც ჩვეული პრაქტიკა იყო მათ მეზობლებთან. ღმერთი ქმნიდა რაღაც სრულიად განსხვავებულს. სისტემას, სადაც წმინდა არ იყო შებღალული სექსუალური პრაქტიკით. ტაძარს, სადაც ქალები არ იქნებოდნენ ობიექტივიზებულნი რელიგიის სახელით. კულტს, სადაც ღვთაებრივი მყოფობა მოიპოვებოდა მსხვერპლშეწირვითა და განწმენდით და არა ნაყოფიერების რიტუალებით. ლევიანთა მღვდლობიდან ქალების გამორიცხვა არ იყო არასრულფასოვნების დეკლარაცია. ეს იყო დაცვა წარმართული პრაქტიკის ათვისებისგან, რომელიც ამცირებდა ქალებს. გაითვალისწინეთ ასევე სამღვდელო სამუშაოს ბუნება. მღვდლები მორიგეობით ეძინათ კარავში. დღეების განმავლობაში შორს იყვნენ ოჯახებისგან. ამუშავებდნენ მძიმე ცხოველებს მსხვერპლშეწირვისთვის. მუშაობდნენ გარემოში, სადაც სისხლთან, შიგნეულობასთან და ლეშთან მუდმივი კონტაქტი გარდაუვალი იყო. ისრაელის რიტუალური სიწმინდის სისტემაში სისხლის დენა იწვევდა დროებით უწმინდურებას. ქალებს ჰქონდათ რეგულარული მენსტრუაცია, რაც მათ რიტუალურად უწმინდურს ხდიდა ყოველთვიურად დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში. ამ პერიოდში მათ არ შეეძლოთ წმინდა საგნებთან შეხება და საწმიდარში შესვლა. ეს არ იყო სასჯელი ან არასრულფასოვნების დეკლარაცია. ლევიანთა მე-15 თავი აჩვენებს, რომ მამაკაცებიც ხდებოდნენ უწმინდურნი სხეულებრივი დენის გამო. ნებისმიერი თესლდენა მამაკაცს უწმინდურს ხდიდა საღამომდე. ნებისმიერი უწყვეტი დენა მამაკაცს უწმინდურს ხდიდა მანამ, სანამ ის გრძელდებოდა და კიდევ 7 დღის განმავლობაში მას შემდეგ. რიტუალური უწმინდურება არ ეხებოდა ცოდვას ან ღირსებას. ის ეხებოდა სიახლოვეს ბუნებრივ პროცესებთან, რომლებიც მოიცავდა სისხლს, თესლს ან სიკვდილს და განწმენდის საჭიროებას წმინდა ღვთის წინაშე წარდგომამდე. მღვდელი მზად უნდა ყოფილიყო სამსახურისთვის ნებისმიერ დროს. მას უნდა შესწლებოდა საწმიდარში შესვლა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, როდესაც გადაუდებელი აუცილებლობა შეიქმნებოდა. მღვდლობის ლოგისტიკა, რომელიც მოიცავდა რიტუალური უწმინდურების რეგულარული პერიოდების მქონე პირებს, იმ კონკრეტულ სისტემაში შეუსრულებელი იქნებოდა. არა შეუძლებელი ღირსების თვალსაზრისით, არამედ შეუსრულებელი საოპერაციო თვალსაზრისით.
ახლა დაფიქრდით იმაზე, თუ რას აკეთებდნენ რეალურად ქალები კარავთან მიმართებაში. გამოსვლის 35 თავი ახსენებს გონიერ ქალებს, რომლებმაც თავიანთი ხელით დაართეს და მოიტანეს დართული, ლურჯი, ძუძგული, ჭიაფერი და სელი. ქალებმა გაიღეს თავიანთი ბრინჯაოს სარკეები ბრინჯაოს საბანელის დასამზადებლად, სადაც მღვდლები განიწმინდებოდნენ. ქალები სწირავდნენ მსხვერპლს თავიანთი ცოდვებისთვის, შობიარობისთვის, თავიანთი განწმენდისთვის. ქალები მღეროდნენ, როგორც მირიამი, მოსეს და ქალები წინასწარმეტყველებდნენ, როგორც დებორა, ხულდა და ესაიას ცოლი. ქალები იყვნენ დაფასებულნი, პატივდებულნი და ჩართულნი ისრაელის სულიერ ცხოვრებაში. ნარატივი იმის შესახებ, რომ ქალებს არ შეეძლოთ კიდობანთან შეხება, როგორც ბიბლიური მიზოგინიის მტკიცებულება, ინგრევა პატიოსანი გამოკვლევისას. მამაკაცებსაც არ შეეძლოთ. მამაკაცების აბსოლუტური უმრავლესობა ისევე იყო გამორიცხული, როგორც ნებისმიერი ქალი. და როდესაც მამაკაცმა სცადა, ის მოკვდა. საკითხი არასოდეს ყოფილა გენდერზე. ის იყო წმინდა ფუნქციაზე, რომელიც მიკუთვნებული ჰქონდა კონკრეტულ ოჯახს კონკრეტული ტომის შიგნით. დააკვირდით, როგორც ცვლის ახალი აღთქმა სრულად ამ რეალობას. ტაძრის კრეცაბმელი, რომელიც გამოყოფდა წმიდათა წმიდას საწმიდრის დანარჩენი ნაწილისგან, ზემოდან ქვემომდე იხევა იმ მომენტში, როდესაც იესო ჯვარზე კვდება. მათეს 27 თავი. ეს კრეცაბმელი წარმოადგენდა ბარიერს კაცობრიობასა და ღვთის პირდაპირ მყოფობას შორის. ეს კრეცაბმელი ყველას აშორებდა, გარდა მღვდელმთავრისა წელიწადში ერთხელ. და ეს კრეცაბმელი გაიხა. არა ქვემოდან ზემოთ, თითქოს ადამიანს გაეხიოს. არამედ ზემოდან ქვემოთ, თითქოს ღმერთი ხსნიდა გზას. ახალ აღთქმაში აღარ არსებობს შუამავალი მღვდლების საჭიროება ღვთის მყოფობასთან მისასვლელად. პირველი პეტრეს მეორე თავი აცხადებს, რომ ყველა ქრისტიანი, მამაკაცი და ქალი არის სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, საკუთრება და ყვანილი ხალხი. გალატელთა მესამე თავი ამბობს, რომ ქრისტეში არც მამაკაცია და არც დედაკაცი, რადგან ყველა ერთი ხართ ქრისტე იესოში. ებრაელთა მეოთხე თავი მოგვიწოდებს გაბედულად მივიახლოთ მადლის ტახტს. აღარ არსებობს აკრძალული კიდობანი. აღარ არსებობს გამყოფი კრეცაბმელი. აღარ არსებობს ტომობრივი, კლანური თუ საგვარეულო შეზღუდვები. ღვთის მყოფობა, რომელიც ადრე კიდობნის ქერუბიმებს შორის მკვიდრობდა, ახლა სული წმინდის მიერ თითოეულ მორწმუნეში მკვიდრობს. პირველი კორინთელთა მესამე თავი. ნუ თუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული მკვიდრობს თქვენში, პირველი კორინთელთა მეექვსე თავი აკონკრეტებს, რომ ჩვენი სხეული სული წმინდის ტაძარია. მამაკაცებისა და ქალების, ახალგაზრდებისა და მოხუცების, ებრაელებისა და წარმართების. ყველაში თანაბრად მკვიდრობს იგივე მყოფობა, რომელიც ოდესღაც უდაბნოში ხის ყუთის ოქროს თავსახურზე განისვენებდა. ქალი, რომელიც იესოს სამოსის კალთას შეეხო, 12 წლის განმავლობაში რიტუალურად უწმინდური იყო სისხლის დენის გამო. ძველ სისტემაში ის ტაძრის ეზოშიც კი ვერ შევიდოდა. როდესაც ის იესოს ეხება, ნაცვლად იმისა, რომ ის გააუწმინდუროს, თავად იკურნება. უწმინდურება მისგან მასზე კი არ გადადის, არამედ ძალა გადადის მისგან მასზე. ძველი სისტემა ამოტრიალებულია. სიწმინდე ახლა გადამდებია და არა უწმინდურება. მარია მაგდალინელი იყო აღდგომის პირველი მოწმე. პირველი ადამიანი, ვინც იხილა აღმდგარი ქრისტე. პირველი, ვინც მიიღო ბრძანება, წასულიყო და სხვებისთვის ეთქვა. კულტურაში, სადაც ქალთა მოწმეობა სასამართლოებში არ მიიღებოდა, იესომ აირჩია ქალი ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ამბის პირველ მაცნედ. ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ხედავდა ის ქალებს და მათ როლს ღვთის სასუფეველში. პრისკილა ასწავლიდა თეოლოგიას თავის ქმართან, აკვილასთან ერთად. მათ ერთად დამოძღვრეს აპოლოსი, მჭევრმეტყველი მქადაგებელი. ფებე წოდებულია კენქრეს ეკლესიის დიაკვნად. იუნია პავლეს მიერ წოდებულია გამოჩენილად მოციქულთა შორის. ქალები ლოცულობდნენ და წინასწარმეტყველებდნენ ადრეული ეკლესიის შეკრებებზე. სახარებამ დაანგრია ბარიერები, რომლებიც ძველმა სისტემამ აღმართა იმ კონტექსტისთვის სპეციფიკური მიზეზების გამო. დაუბრუნდეთ თავდაპირველ კითხვას. რატომ არ შეეძლოთ ქალებს კიდობანთან შეხება? პატიოსანი პასუხია, იმიტომ რომ თითქმის არავის შეეძლო. თავად კითხვას საფუძვლად უდევს მცდარი წინამძღვარი, თითქოს აკრძალვა სპეციფიკურად ქალების წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს ასე არ იყო. ეს იყო ფუნქციური შეზღუდვა დაკავშირებული სამღვდელო სამსახურთან, რომელიც იმ დროისა და კონტექსტის სპეციფიკური ისტორიული, კულტურული და პრაქტიკული მიზეზების გამო მიკუთვნებული იყო კონკრეტულ მამრობით ხაზს. შეაფასეთ, რა მოხდა შემდეგ.
კიდობანი გაქრა. როდესაც ნაბუქოდონოსორმა დაანგრია იერუსალიმი ქრისტეს შობამდე 586 წელს, კიდობანი უბრალოდ გაქრა ჩანაწერებიდან. შესაძლოა ის ბაბილონში წაიღეს. შესაძლოა იერემიამ დამალა, როგორც ამას მეორე მაკაბელთა ტრადიცია ვარაუდობს. შესაძლოა განადგურდა. არავინ იცის. როდესაც რომაელმა გენერალმა პომპეუსმა დაიპყრო იერუსალიმი ქრისტიანული ეპოქის 70 წელს, ის გაოგნებული დარჩა, როდესაც აღმოაჩინა, რომ წმიდათა წმიდა ცარიელი იყო. ებრაელებს თავიანთ ტაძარში ცარიელი ოთახი ჰქონდათ. ყოფობას, რომელიც ოდესღაც კიდობანზე მკვიდრობდა, გამოსავლენად აღარ სჭირდებოდა ოქროს ყუთი. წინასწარმეტყველმა იერემიამ მესამე თავში ეს იწინასწარმეტყველა და როცა გამრავლდებით და ინაყოფებთ ქვეყანაზე იმ დღეებში, ამბობს უფალი აღარ იტყვიან, უფლის აღთქმის კიდობანიო. აღარც გულზე მოუვათ, აღარც გაიხსენებენ, აღარც მოინახულებენ და აღარც გაკეთდება მეტი. კიდობანმა შეასრულა თავისი დანიშნულება. მან მიუთითა რაღაც უფრო დიდზე. და როდესაც ეს უფრო დიდი მოვიდა, ის ზედმეტი გახდა. ის, რასაც ეკლესია ხშირად მალავს, არ არის ის, რომ ქალებს ეკრძალებოდათ კიდობანთან შეხება. ის მალავს ამ აკრძალვის სრულ კონტექსტს. მალავს, რომ მამაკაცებსაც ეკრძალებოდათ. მალავს, რომ შეზღუდვა იყო ფუნქციური და არა ონტოლოგიური. მალავს, რომ ახალმა აღთქმამ ეს ბარიერები სრულად დაანგრია. მალავს, რომ ქრისტეში აღარ არსებობს განსხვავება ღვთისმყოფობასთან წვდომაში. როდესაც გაიგონებთ, რომ ვინმე აღთქმის კიდობანს იყენებს ბიბლიური მიზოგინიის მაგალითად, გაიხსენეთ უზა. მამაკაცი. შეეხო კიდობანს. მოკვდა. ღვთის სიწმინდე არ აკეთებს გენდერულ განსხვავებას. ის მოითხოვს მოწიწებას ყველასგან. და ქრისტეს მადლის თავაზობს წვდომას ყველას. ეს არის სიმართლე, რომლის თქმაც ბევრს არ სურს. ისრაელის ყველაზე წმინდა საგანი, რომელსაც ძალიან ცოტას შეეძლო შეხებოდა, მიუთითებდა რეალობაზე, სადაც ყველას შეეძლებოდა მიახლოება. ძველი სისტემის უკიდურესი ექსკლუზიურობა ხაზს უსვამდა იმ ინკლუზიურობის სიდიადეს, რომელიც მოვიდოდა. რაც უფრო შეზღუდული იყო წვდომა ადრე, მით უფრო დიდებულია გახსნილობა ახლა. კიდობანი იყო ჩრდილი. ქრისტე არის არსი. და არსში მამაკაცები და ქალები პოულობენ თანაბარ წვდომას მადლის ტახტთან, გაბედულად, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, კრეცაბმელის გარეშე, ძელების გარეშე, ზედმეტად მიახლოების გამო სიკვდილის შიშის გარეშე. ეს არის სრული სიმართლე. არა რედაქტირებული ვერსია, რომელიც კვებავს მსხვერპლის ნარატივებს ან მიზოგინიის ბრალდებებს. არა გამარტივებული ვერსია, რომელიც უგულებელყოფს ისტორიულ და თეოლოგიურ კონტექსტს. სრული სიმართლე, რომელიც მოიცავს შეზღუდვებს, მიზეზებს, ტრანსფორმაციებსა და აღსრულებას. სიმართლე, რომელიც პატივს სცემს როგორც ღვთის სიწმინდეს, ისე ყველას ღირსებას, ვინც მან თავის ხატად შექმნა. და შესაძლოა ყველაზე დიდი ირონია სწორედ ესაა, იგივე წერილი, რომელმაც დააწესა კიდობანთან წვდომის შეზღუდვები, არის იგივე, რომელიც აცხადებს მამაკაცებსა და ქალებს თანაბრად შექმნილად ღვთის ხატად პირველივე გვერდიდან. და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. დაბადების პირველი თავი. ყოველგვარ სამღვდელო რჯულამდე, ყოველგვარ ინსტრუქციამდე კარვის შესახებ, ყოველგვარ შეზღუდვამდე იმის შესახებ, თუ ის შეეძლო ან არ შეეძლო წმინდა საგნებთან შეხება, თანაბარი ღირსება უკვე დადგენილი იყო. ლევიანთა სისტემა დროებითი იყო. ღვთის ხატი კი მარადიულია. შეზღუდვებმა განვლო. ღირებულების თანასწორობა კი რჩება სამარადისოდ.